ახლა განვიხილავთ საგვარეულო ეგრეგორებს. მინდა გითხრათ, რომ ეს ბედის მატრიცა ისე უბრალოდ ციფრები ჩავწერე და რაც დაჭდა დაჯდა. და რაღაცა საინტერესო გამოვიდა და მიხარია, რომ ესე შემთხვევითობის პრინციპით რაღაცა საინტერესო ბედის მატრიცა დაგვიჭდა. მინდა გაგახსენოთ, რომ ადამიანის სული, სანამ დაიბადება, ჯერ არჩევს და პოულობს ისეთ საგვარეულოს, სადაც ჩააშენებს თავის ენერგიებს იმ პრინციპით, რომ იყოს მსგავსი თემატიკები, მსგავსი კარმები, მსგავსი დავალებები, მსგავსი ნიჭები, მსგავსი სიმძიმეები, დასამუშავებლად, გასაღვიძებლად, გასააქტიურებლად და ასე შემდეგ. აი ეს, რასაც ხედავთ ლურჯ ხაზს, ეს არის მამის ხაზი. მამის ხაზი კაცები, მამა და ბაბუები, პაპები, მამის მხარეს ქალები, ბებიები. წითლად არის დედის ხაზი, დედის მხარეს ბაბუები და პაპები და დედა და ბებიები. აი ესე არის ნაჩვენები. გარდა იმისა, რომ აქ ჩანს ის ენერგიები, რა წამოიღოს სულმა დასამუშავებლად ან ნიჭად, არის კიდე სხვა მაჩვენებლები ამ მხარეს, რასაც ცოტა მოგვიანებით შევეხები. ახლა კი მე მინდა ძალიან დიდი ყურადღება მიგაქცევინოთ იმაზე, რაც ძალიან ხშირად არის ძალიან დიდი შეცდომა დაშვებული ბედის მატრიცის სწავლასა თუ განხილვის დროს, რომ ეს არის შეცდომა, რომ აი ზედა საგვარეულო ეგრეგორები არის ტალანტი, ხოლო ქვედა ეს არის მძიმე კარმები გამოსასწორებლად. არამც და არამც. ეს რო ესე იყოს, მაშინ ყველა ადამიანს მამასთან განურჩევლად ყველა ადამიანს მამასთან ექნებოდა ძალიან კარგი ურთიერთობა. ესე არ არის. როგორ ნახოთ, ეს ტალანტი არის, ნიჭი არის, საჩუქარი არის სამყაროდან, თუ ეს არის მძიმე დასამუშავებელი კარმა, მე ვთქვი, რომ ძალიან საინტერესო ბედის მატრიცა გამომივიდა და ნახოთ. დავიწყოთ მამის მხარეს, მამაკაცების თემატიკა და ნახეთ სარკისებული ბედის მატრიცა აქვს. ერთი რაც არის, ნახეთ, ტალანტში და მამის კარმაში აქვს ერთნაირი ენერგიები 6, 6, 16, 16, 10, 10. აქ ცალსახად ჩანს, რომ ეს იქნება ტალანტი. ტალანტი მისი სულისთვის აღებული. ხოლო დედის მხარეს აქვს სარკისებული ენერგია 11, 8, 15, 11, 8, 15 და მის კარმაშიც არის ენერგია კარმის კუჭში, შოლში 11, 8, 15. ეს ყველამ ვიცით, რომ უკვე არის ერთ-ერთი უმძიმესი ენერგეტიკა და უკვე ცალსახად ნაჩვენებია, რომ ამ სულისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ამ კარმის შოლტის დამუშავება, რომ ნახა საგვარეულო, სადაც ქალებსაც და კაცებსაც ჰქონდათ ეს სიმძიმე და იქ ჩააშენა თავისი ენერგია, ანუ იმ გვარში მოვიდა, იმ გვარში დაიბადა, რომ ეს ენერგია დაამუშავოს. აი ამ ენერგიების დახმარებით. ცხადია ამ ენერგიების დახმარებით. გასაგებია ეს იმედი არის, რას აჩვენებს, ესე უნდა ვნახოთ, აი ძირითადად რომელ ენერგიებში მეორდება ეს საგვარეულო ენერგიები და ვიპოვოთ ეს არის ჯილდო თუ ეს არის სიმძიმე, თუმცა ყველა სიმძიმე ისევ და ისევ ჯილდოა და რესურსია, უბრალოდ მას უფრო მეტი დამუშავება უნდა და სულ აღნიშნავ, რომ ტალანტიც არ არის პირდაპირ მოცემული, ასე ვთქვათ, დადებითი ენერგიები, შეიძლება ტალანტის დახურული, ანუ მოსაღვიძებელი კონდეს ადამიანს. ეს რაც შეეხება ეგრეგორებს. ეხლა ვნახოთ კიდე რა ჩანს ამ ხაზებში. დავიწყოთ ისევ და ისევ მამის მხარეს, მამაკაცების ენერგეტიკაში, აი ამ ხაზში რა არის ნაჩვენები. აქ ასევე ჩანს, როგორი არის ჩვენი ქცევა და სოციუმის ქცევა ჩვენს მიმართ და როგორ წავა ბიზნესი. მე სულ ვამბობდი, როცა ჩვენ ფინანსურ ზონას გავდიოდით და სასიყვარულო ზონას გავდიოდით, რომ ეს ზონები არ არის მარტო აქ არ ჩანს ყველაფერი და კიდევ არის რაღაც და აი ეს არის ის კიდევ რაღაც, რაზეც ვამბობდი. ფული, ბიზნესი, ფული და რატო სოციუმი? იმიტომ რომ
ფული მოაქვს სოციუმს, ფული მოაქვს ბევრ ადამიანს და ყველა მდიდარ ადამიანს აქვს დიდი სოციუმთან ურთიერთობა და ბევრ ხალხთან ურთიერთობა. ეს რჩევა შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ყველამ, რა აქვს მნიშვნელობა ენერგიები, როგორი გაქვს, რა ენერგიები გაქვს, სად გაქვს ენერგიები. ეს რჩევა არის ყველასთვის გასათვალისწინებელი, რომ თუ გინდა გქონდეს ბევრი ფული, უნდა გქონდეს ურთიერთობა ბევრ ადამიანთან. გაადიდო და გააფართოვო შენი სოციუმი. და ასევე მინდა დააკვირდეთ მამის მხარის ბებიების მხარი, აქაც საკმაოდ საინტერესო თემატიკა ჩანს ფინანსებთან დაკავშირებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზუსტად ამ ორ ზონას შორის არის სიყვარულთან დაკავშირებით და აქ ჩანს პრობლემები კიდე გვართან დაკავშირებით, რა შეიძლება იყოს, გენეტიკური დაავადებები, რა შეიძლება გქონდეს ადამიანს და ხო, ეს უნდა მეთქვა. ფული, სიყვარული, ჯანმრთელობა, გენეტიკური დაავადებები, პრობლემები გვართან. და ანუ ესე იგი მამის ხაზი მთლიანად გასათვალისწინებელი არის ამ თემატიკას, როცა განვიხილავთ ადამიანთან. ასევე, თუ თქვენ ან თქვენი კლიენტი არის მდედრობითი სქესის, მაშინ მისთვის მნიშვნელოვანია მამასთან, მამის ხაზის დამუშავება, კარმების დამუშავება მამის ხაზში, რომ დაარეგულიროს სასიყვარულო თემატიკა და ენერგიები. გოგოსთვის. ეხლა გადავიდეთ ქალების, დედების ხაზში. დედიკოებთან კაცები, ანუ ბაბუები და პაპები, აი ეს ზოლი ასევე გვაჩვენებს გადაწყვეტილებებს როგორ ვიღებთ. გადაწყვეტილებებს როგორ ვიღებთ ასევე ურთიერთობებში, რა არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა, რის მიხედვით ვდგავთ ნაბიჯებს, როგორია ჩვენი მორალი. ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეგ ჩანს როგორია ჩვენი მორალი. და რაც შეეხება დედასთან ქალებში ბებიებთან, აქ ჩანს როგორი დამოკიდებულება უკვე. აი ენერგია კი არა, თუმცა დამოკიდებულება უკვე ენერგიასთან არის პირდაპირ პროპორციულ კავშირში. როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს ფულთან, ფულის მიღებასთან, საჩუქრების მიღებასთან. აი ეს ჩანს. აი ეს ტრავმები რო უჭერთ ხოლმე საჩუქრის მიღება, ფულის აღება, აი ძალიან კარგად ჩანს ხოლმე ამ ადგილებში. ანუ აქ ერთი ჩანს, რომ რა კარმები აქვს, რა სულიერი ენერგეტიკებია დასამუშავებელი ბებიებთან და ბაბუებთან და ასევე ჩანს ეს ზონები, რაც ჩამოთვალე. ახლა რა მინდა გითხრათ. ჩვენ ესეც გავლილი გვაქვს, უბრალოდ გახსენებთ, რომ არსებობს ბედის მატრიცის გამოთვლის ორი ვარიანტი. ჩვენ ორივე განვიხილეთ. პირველი ვარიანტი ეს არის ნატალია ლადინას მიხედვით, აქ ახლა მეორე ვარიანტის კალკულატორი არის გამოტანილი. როდესაც ნახეთ, ჩვენ ხო გვაქვს ჩვენი შინაგანი რესურსი, ხო? ღვთისნაირწყალი მე რო დავარქვი, ოფიციალურად კომფორტის ზონა და გამოთვლა ხო გახსოვთ შეკრებადობით ხდება, ხო, როგორ ითვლება. ანუ ნებისმიერ მატრიცაში პირველი მეთოდით არის გამოთვლილი, თუ მეორე მეთოდით არის გამოთვლილი, პირადი ენერგეტიკა აუცილებლად დაჯდება ანალოგიურად ერთნაირად და საგვარეულო ენერგეტიკაში აი ეს ყველაზე მთავარი ენერგიები დაჯდება ერთნაირად. რატო? იმიტომ რომ შეკრებადობის მიხედვით თუ ეს არის ერთნაირი, 18+6 შეკრებადობით მივიღებთ 6, ხო? 5 მივუმატოთ 6 არის 11 და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს ორი ციფრი მერე გახსოვს ცენტრიდან იკრიბებოდა. აი ამ ორ ციფრში არის უკვე სხვაობა. თუ გახსოვთ, მე გითხარით, რომ რაღაც ძალიან კარგი და დიდი და საინტერესო აღმოვაჩინეთ ხო და ეს მინდა გაგახსენოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ეს ამბავი ამ შემთხვევაში. ანუ ბედის მატრიცის შემქმნელის ნატალია ლაძინას მიხედვით, რომელთაც ჩვენ ხელმძღვანელობთ, ეს არ არის პირველი ვარიანტის კალკულატორი, მინდა აღნიშნო, იკრიბება როგორ? ანუ საგვარეულო ძალა ეს არის პირადი, ხო, ენერგია ჩვენ პირადი წერტილების შევკრიბეთ და მივიღეთ ეს ღვთისნაირწყალი, ვინ ვარ მე სულიერად, შინაგანად, ხო?
და მე აქედან აითვალა ყველა წერტილი, მაგრამ აი საგვარეულო ძალაც ხო არის, საგვარეულო ძალა გახსოვთ როგორ შევკრიბებთ 6 11 16 11 ამ შემთხვევაში აი ეს ზედა წერტილების ჯამი არის საგვარეულო ენერგეტიკა. ამ შემთხვევაში არის პირადი 4 საგვარეულო ძალა 8 და მათი ბალანსი 12 ენერგია. აი პირველ ვარიანტში, კლასიკურ ვარიანტში, რომელთაც ჩვენ ხელმძღვანელობთ, ამ შემთხვევაში ითვლება ესე, ნახე, 6 მივუმატოთ 8 იქნება 14, აქ უნდა ყოფილიყო 14 და 6 + 14 უნდა ყოფილიყო 20. პირველ ვარიანტში ან უნდა ყოფილიყო 6, 20, 14. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ანუ ჩვენ როგორი კალკულატორებთან ხელმძღვანელობთ, საგვარეულო ენერგიები ლოგიკურია. იკრიბება გვარის ცენტრიდან, გვარის ასე ვთქვათ, საჩუქარი ენერგიიდან და ძალიდან, ხო? გვარს ეხება და გვარიდან ითვლება. კიდევ ერთხელ მოდი ახლა აქეთ ვნახოთ, ნახე. ანუ 8 და 11 უნდა შეგვეკრიბა, რომ ეს წერტილი გვენახა. 8 და 11 რო შევკრიბოთ, ეს იქნება 19 და აქ უნდა იყოს 19 და მე 19 და 11 უნდა შეიკრიბოს და სხვა ციფრი იქნება, ხო, ესე. და მეორე ვარიანტი ეს არის, როდესაც ცენტრიდან იკრიბება. რაც აქ ახედავს, ნახე, 6 + 4 10-ია და 10 + 6 16 მივიღეთ, ხო მართალი? მე ახლა მინდა გაგახსენოთ, რომ რა იყო ის აღმოჩენა და ის სიხარული, რაც სამყარო მე მომანიჭა, რომ მე ამოვხსენი ეს, იმიტომ რომ სულ მქონდა ესეთი ბრძოლა და კითხვა ჩემ თავთან, როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი ენერგიები არის ძალიან განსხვავებულად ჩდება. და ზოგი, ასე ვთქვათ, ბედის მატრიცის წამკითხველი კითხულობს ერთ ვარიანტით, მეორე ვარიანტით, ინფორმაცია იქნება სხვა და სხვა და სიმართლე და ჭეშმარიტება იქნება ერთი, ხო? რანაირად და ვიპოვეთ ეს რანაირად და რატოა ესე. ანუ, ნახეთ როგორ არის. ანუ არის ადამიანი და იმის შემდეგ დედა და შემდეგი თაობები, დედა, მამა და შემდეგი თაობები არის 7 თაობა აქ წარმოდგენილი, ხო? ეს არის, როდესაც პირადი ადამიანის ბედის მატრიცას აკეთებ, უნდა განვიხილოთ პირველი ვარიანტით. ანუ გვარს ვითვლით გვარის ცენტრიდან, გვარის ძალიდან. და ეს არის მართალი და ეს არის ჭეშმარიტი და პრაქტიკიდან გამომდინარე ესე მთხვევა ენერგიები. მაგრამ მეორე ვარიანტი, როდესაც გვარს ითვლი შენი პირადი ცენტრიდან, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც უკვე შენი შვილისთვის შენ ხარ ის 7 თაობა, ხო? აი ხარ კიდევ ერთხელ აკიხსნით, ნახე. ჩემთვის, ჩემი მშობლები, იმათი მშობლები მეორე თაობა, იმათი მშობლები მესამე თაობა და ასე შემდეგ 7 თაობა, რომელიც ჩანს, ჩემი შვილისთვის პირველი თაობა ვიქნები მე და მამამისი. ხო მართალია? ამიტომ თუ ჩვენ ამ პირადი ცენტრისგან, ანუ კომფორტის ზონიდან გადავთვლით და დავაწყობთ ენერგიებს, როგორც ახლა აქ არის ნაჩვენები, ამ შემთხვევაში უკვე თუ ადამიანი მუშაობს აი შვილის თემატიკასთან, მაშინ ესე უნდა გამოითვალოს, იმიტომ რომ ნაჩვენები იქნება მე რას გადავცემ ჩემს შვილებს და ჩემს თაობას. მე რა წვლილი შემაქვს ამ საგვარეულო ეგრეგორში და როგორ გარდავქმნი და როგორ შევცვლი ამ ენერგიებს. ესეთი მნიშვნელოვანი არის ორივე ენერგია გააჩნია უბრალოდ რა ინფორმაციის წამოღება გვინდა, რა გვაინტერესებს და რა საკითხით არის მოსული ადამიანი ჩვენთან. ეს რაც მინდოდა ამ საგვარეულო ენერგიებზე მეთქვა. ეხლა მე ვთქვი, რომ ასე ვთქვი, ეს ვნახეთ, ხო, ნიჭი როგორ ჩანს და ნეგატივი როგორ განვასხვავეთ. დაუშვათ და ვერ მიხვდი, მაინც ვერ მიხვდი, რანაირად შეიძლება იპოვო ეს ნიჭია თუ ნეგატივი. პირველი ყველაზე მარტივი ხერხი ეს არის, რომ აი, როდესაც ადამიანი მოდის შენთან, რა აინტერესებს, სად არის გაჭედილობა, სად არის პრობლემა, სად არის სიმძიმე, რისი გამოსწორება უნდა, ესე იგი, ენერგეტიკა მინუსია და ეძებ. ზებნა ვნახეთ, ხო, ერთი და იგივე ენერგიები სად არის, რომელ საგვარეულოში, ანუ ნახეთ, ტალანტის ენერგიებს მამა და კაცები იმეორებს, მაგალითად, დაბადების რესურსი ვნახოთ 18 ენერგია.
ნახე 18 ენერგია არსად არ არის, მაგრამ უნდა ვნახოთ უკვე მსგავსი. 18-ის მსგავსი არის 19 და 20. ვეძებთ უკვე ამ ენერგიებს. აი ჩემო კარგო, 20 ბებიებში მამის მხრიდან. აი ესე უნდა ვიპოვოთ რა ენერგია საიდან მოდის, აი რო იყვნენ ვისგავსო. ხო, რა საკითხში ვისგავს ბავშვი, აი ესე ვეძებთ. ფინანსები 5-14-9 არის. ვეძებთ ამ ენერგიებს საგვარეულოში, აი, ვიპოვეთ. 15. დედის მხარეს არის გვარი და ჯანმრთელობა და ეს უნდა დამუშავდეს. და ასევე გარკვეულწილად ბებიები მამის მხრიდან. 9 ენერგია. ესე ვეძებთ, ანუ კონკრეტულ საკითხში, რომელი ასე ვთქვათ, ეგრეგორის, საგვარეულო ეგრეგორის შტოდან მოდის პრობლემა, ან პირიქით, ძალა და ენერგია ამ ყველაფრის. ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა აი ამ საგვარეულო ეგრეგორებზე და აუცილებლად მომწერეთ კითხვები დამიკავშირდით, რაც დაგაინტერესებთ და გავაგრძელებ ასევე შემდეგ თემატიკას.